ირანი ახლა აღმოსავლეთისკენ იყურება, რათა თავის პორტებზე დაწესებულ ამერიკულ საზღვაო ბლოკადას გვერდი აუაროს. ირანის მაღალი რანგის სავეთრო ოფიციალური პირი ამბობს, რომ თეირანი იკვლევს პაკისტანში მდებარე ქარაჩისა და გვადარის გამოყენების შესაძლებლობას, როგორც ჰაბებს ირანული საქონლის სხვა ბაზრებზე რეექსპორტისთვის. პაკისტანს ასევე შეუძლია ირანს აუცილებელი პროდუქტები და სამრეწველო მასალები მიაწოდოს. დაიხსენეთ პაკისტანის შუამავლობს აშეჩეშუსა და ირანს შორის და ზოგიერთი კრიტიკულად აფასებს იმ ორმაგ თამაშს, რომელსაც ისლამაბადი შეიძლება თამაშობდეს. თუ ეს წინადადება რეალობად იქცევა, პაკისტანი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ზეწოლის ან თუნდაც ვაშინგტონის მეორეული სანქციების რისკის ქვეშ. სტუდიაში ჩემთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ იმყოფება ჩვენი i24 News-ის კორესპონდენტი ბილავ სლადინი. ბილავ, რას ნიშნავს ეს რეალურად? საქონელი გადაკვეთს საზღვარს პაკისტანში და შემდეგ გავა, მაგრამ რა რისკზე მიდის პაკისტანი თუ ამას ნებას დართავს? დიახ, ჩვენ აქ მხოლოდ საქონელზე ვსაუბრობ და არა ნავთობზე. ეს უნდა იყოს ნათელი, რადგან თუ უბრალოდ შევადარებთ ნავთობის ტანკერს, მაგალითად, სატვირთო მანქანებს, ნავთობის ტანკერი ატარებს 2 მილიონ ბარელ ნავთობს, მაშინ როცა ამ რაოდენობის ბარელების გადასატანად 8,000-დან 10,000-მდე სატამდე სატვირთო მანქანა დაგჭირდებათ. ასე რომ ეს აბსოლუტურად მხოლოდ საქონელს ეხება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მთელი განხილვისთვის, რადგან ამერიკელები არა სამხედრო და არა ნავთობურ საქონელს სხვანაირად ეპრობიან, ვიდრე იმ საქონელს, რომელიც ირანის რეჟიმს ეხმარება. ასე რომ პაკისტანელები რისკავენ მეორად სანქციებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ პაკისტანზე როგორც მთლიან ქვეყანაზე, არამედ პაკისტანის ბანკებსა და კომპანიებს. და რა თქმა უნდა, ვაშინგტონთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე გავლენა სერიოზული იყოს. ეს პაკისტანში უნიშნელო საკითხი არ არის. აშეშუ მაგალითად ეხმარება მათ სავალუტო ფონდის სესხით, ისინი ეხმარებიან მათ ანტიტერორისტულ საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი ურთიერთობები პაკისტანისთვის მნიშვნელოვანია. და აქ უნდა გვახსოვდეს, რომ გზა ირანის საზღვარსა და გვადარსა და ქარაჩის შორისაც გადის ბალუჩისტანის რეგიონზე, როგორც ირანში, ასევე პაკისტანშიც, რომელიც სეპარატისტული და ყოველთვის ძალიან პრობლემური და უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული რეგიონია და ეს კიდევ ერთი რისკია. და ბოლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია პაკისტანისთვის ამჟამად შუამავლის საკითხი. პაკისტანელებს სურთ, რომ შუამავალი იყოს ნეიტრალური. თუ ამერიკელები იგრძნობენ, რომ ეს ზედმეტია და ისინი ირანელებს ეხმარებიან, ფაქტობრივად თავიანთი ბლოკადის გვერდის ავლით, მაშინ ეს უკვე სხვა სცენარი იქნება ამერიკელებისთვის და მათთვის თუ როგორ გააგრძელებენ ამ მთელ შუამავლობის პროცესს. ბევრი რისკია. ბალიკ, რა იქნებოდა რეალურად სარგებელი პაკისტანისთვის თუ ისინი ამას გააკეთებდნენ? რა იქნებოდა დადებითი მხარეები? პირველ რიგში, მაგალითად, გვადარის პორტმა 2025 წელს მხოლოდ 8,400 ერთეული ან თვირთი მიიღო. ეს ძალიან მცირე რაოდენობა. მათ პორტის გააქტიურება სჭირდებათ. რა თქმა უნდა, მიიღონ შემოსავალი ამით და გაამართლონ ამ პორტში ჩადებული ინვესტიცია. ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ბერკეტი, რომელიც მათ ექნებათ 3 სხვადასხვა დონეზე. ირანელებზე, ისინი მეზობლებს როგორც სიკეთეს უკეთებენ და რა თქმა უნდა, ამერიკელებთანაც ეს კოზირად შეუძლიათ გამოიყენონ და ასევე ჩინელებთან, რადგან გვახსოვს, რომ ჩინეთია ის, ვინც რეალურად მართავს ამ პორტს. კომპანია, რომელიც მას მართავს, ეკუთვნის სახელმწიფოს, ანუ ჩინეთის სახელმწიფოს. და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ბერკეტია, რაც მათ შეიძლება კონდეთ. ასე რომ, მთლიანობაში ეს ერთადერთი რამაა, რაც თავში მომდის. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს უბრალოდ ნაცრისფერი ზონაა, სადაც ისინი უბრალოდ ინარჩუნებენ თავს იმ ზღვარს ქვემოთ, რომ ამერიკელების მიერ სანქცირებულნი არ გახდნენ. და ეს მათთვის ეკონომიკურადაც სასარგებლო იქნება და ცოტათი დიპლომატიურადაც ჩინელებთან და ირანელებთან. ხო, ჩინეთი ახსენეთ. არსებობს თუ არა გზა, რომლითაც ჩინეთი ირიბად ჩაერთოს ამ სიტუაციაში, რადგან მათ პორტი ეკუთვნით? ხო, ჩინურ კომპანიას შეუძლია კონდეს ესე ვთქვათ, სარწმუნო უარყოფის შესაძლებლობა. რადგან მათ შეუძლიათ უბრალოდ თვალი დახუჭონ ამაზე, მაშინ როცა პაკისტანელები, კომპანიები, კონტრაქტორები, ბანკები ამ ყველაფერს ხელს უწყობენ. ისევ და ისევ ეს ნაცრისფერი ზონაა, მაგრამ ისინი გარკვეულ დონეზე მაინც აღმოჩნდებიან ამერიკული სანქციების ზემოქმედების ქვეშ, რისი თავიდან აცილებაც, რა თქმა უნდა, სურთ.
მაგრამ ეს კომპანიები, ჩინური კომპანიები და კონტრაქტორები იქნებიან ბოლოები ამერიკელების სანქციების სიაში, რადგან სხვაგანაც სჭირდებათ ისინი. და ამიტომაც მათ იციან, რომ თუ სანქციები დაწესდება, ისინი პირველ რიგში პაკისტანურ სუბიექტებს შეეხება და არა ჩინურ სუბიექტებს. ასე რომ სულ მცირე, ეხლა თუ ეს განხორციელდება ფაქტობრივად, ისინი დაელოდებიან დამაჯერებელი უარყოფის შესაძლებლობას, როგორც თქვით და რა თქმა უნდა იმ სარგებელს, რაც მათ ამისგან შეუძლიათ მიიღონ. კარგი ბილალ, მადლობა ესეთი სიღრმისეული ანალიზისთვის და დეტალური ახსნისთვის, თუ რას შეიძლება ველოდოთ პაკისტანის ზოგიერთი პორტიდან. ვაფასებ ამას, მადლობა.